გახდება თუ არა ისრაელ-ირანის კონფლიქტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანისთვის ახალი შესაძლებლობა გადამზიდავების ნაწილი ელის რომ შესაძლოა ირანის პორტებიდან ტვირთები საქართველოსკენ გადმომისამართდეს, თუმცა იქამდე როგორც ირკვევა არსებული დაძაბულობა ნეგატიურად უკვე აისახა საჰაერო გადაზიდვებზე და ისრაელის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა შეფერხებულია. შესაბამისი განცხადებები ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე გაკეთდა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შუა დერეფანი კონკურენტ უნარიანობას ინარჩუნებს, თუმცა გამოწვევად რჩება არასაკმარისი ინფრასტრუქტურა. ნუცა შუბაშულმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდება ნუცა საღამომშვიდობის. ბექა მოგესალმები. ისრაელ-ირანის კონფლიქტმა შესაძლოა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დამატებითი ტვირთები მოუტანოს, როგორც გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ამ დროისთვის ირანის ბენდერ აბასის პორტი პრაქტიკულად გაჩერებულია, ჩნდება მოლოდინი, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ დერეფნიდან ტვირთები უკვე შუა დერეფნისკენ, მათ შორის საქართველოსკენ გადმომისამართდება. თუმცა ახალ შესაძლებლობასთან ერთად ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება ნეგატიურად უკვე აისახება საჰაერო გადაზიდვებზე და როგორც ავიაგადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, ისრაელის მიმართულებით საქართველოსთან ექსპორტი შეფერხებულია. მაგალითად, ეხლა რაც შეიძლება აღინიშნოს, მოცვის სეზონი მოგვივიდა. შესაბამისად, ფერმერებს გაუჩერდა ძალიან დიდი ტვირთნაკადი თელ-ავივის და ისრაელის მიმართულებით. შესაბამისად, ფერმერებიც უკვე ზარალდებიან, რადგანაც მოცვი მალფუჭებადი პროდუქტი არის. შესაბამისად, საჰაეროცა ირანთან და ისრაელთან შედარებით ერაყის ჩაკეტილი არის. შესაბამისად, თუნდაც დუბაიდან მომავალი რეისები, დუბაიდან ძალიან ბევრი იმპორტი არის საქართველოში. მოგვიწია ალტერნატიული მარშრუტის შემუშავება, რადგანაც ერაყის თავზე გავლით მოფრინავდა ბორტები. შევიცადეთ მაქსიმალურად, რომ ტარიფები არ გვაგვიზარდა და ეს მოვახერხეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ადგილობრივ ექსპორტს ეს ძალიან შეეხო, რადგანაც ძალიან ბევრი რაოდენობის მოცვი არის გასაგზავნილი ისრაელის მიმართულებით. ბანდარ აბასის პორტი დაიკეტა. ეს ეხება სომხეთის, აზერბაიჯანის ტვირთებს, საქართველოს ნაკლებად, იმიტომ რომ და შეიძლება შუა აზიის ტვირთებსაც, ყაზახეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლებიც ბანდარ აბასიდან ღებულობდნენ, რომელიც უფრო იაფიშდებოდა. აი ეს ჩაიკეტა ეხლა. ამან ეს დიდი ალბათობით ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის მოზღოვება პორტის პორტში. შესაბამისად, შემდგომი ტრანსპორტირება უკვე საქართველოსდან, უკვე ტრანზიტი. აქ მოსალოდნელი არის მატება საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ პორტი ბანდარ აბასი არ ფუნქციონირებს. ისევე როგორც ნოვოროსისკის დაკეტვამ გამოიწვია ამ ხელანაკადების საქართველოს გადმოტანა. ვიდრე უფრო ნათელი გახდება, როგორ გადალაგდება ისრაელ-ირანის კონფლიქტის ფონზე სატრანსპორტო ხაზები, იქამდე როგორც გვახსოვს, შუა დერეფანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი ბუსტი მიიღო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და ჩრდილოეთ დერეფნიდან ტვირთების გადმომისამართებით, როგორც სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, შუა დერეფანი კვლავ ინარჩუნებს კონკურენტ უნარიანობას და საქართველოს მისამართით, მათ შორის ჩინეთიდან ტვირთები მზარდია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არსებული გამოწვევები კვლავაც ძალაშია, ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ტრანსპორტირების შედარებით მაღალი დრო და ხარჯები. შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია კორიდორში, ტვირთბრუნვა იზრდება, ვხედავთ, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ იზრდება საკონტეინერო გადაზიდვები ფოთის მიმართულებით. აქ საუბარია ჩინეთის ტრანზიტზე ევროპაში. რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევა როგორც წესი რჩება ორი რამ, ეს არის გადაზიდვის დრო, პირველ რიგში გადაზიდვის დრო და შემდეგ, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი ფასი, რაც თავისთავად დამოკიდებულია გარკვეულწილად, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებთან. ეს შეიძლება იყოს, ეს შეფერხებები შეიძლება იყოს როგორც კასპიის ზღვაზე, ასევე ჩვენ პორტებში. მოთხოვნა არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, ტვირთბრუნვაზე, ასევე ტრანზიტებზე, განსაკუთრებით ჩვენს ბორანზე, ძალიან ბევრ ტრანზიტულ ტვირთს გადავზიდავთ, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქართულ ტვირთს ვაგზავნით, მაგალითად, ან საქართველოსთვის ჩამოგვაქვს ტვირთები. პლუს ამას ძალიან გააქტიურებულია ჩინეთიდან ინტერესი, რომ ჩვენი გზით გამოუშვან ტვირთები, ვინაიდან აი რაზეც ვისაუბრეთ ხა სამხრეთ კორიდორი, ანუ ირანის გავლით ფაქტიურად დაკეტილია, რუსეთის ჩრდილო კორიდორი დაკეტილია, რჩება შუა კორიდორი ერთადერთ ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად და შესაბამისად ეს ნაკადი მოდის ჩვენთან, ჩვენი ორი ბორანი მაქსიმალურად იმისთვის აღჭურვილი არის, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში მოგვესმინა ბულგარეთის პორტის ვარნას დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის შეფასებებით, როგორც ჩვენთან საუბარში ტიხომირ თოდოროვი აცხადებს, ვარნა ბათუმის საბორნე მიმოსვლა საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით ტვირთფრუნვაც მზარდია, თუმცა ისიც ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რაც მთლიანობაში შუა დერეფნის მარშრუტში არსებობს. შუა დერეფნის პოტენციალი გაცილებით მეტია ვიდრე არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი, ამბობს ვარნას პორტის წარმომადგენელი. At the moment we are ამ მომენტისთვის ბათუმის პორტსა და ვარნას შორის საბორნე მომსახურება გვაქვს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ მხრივ მოცულობის ბუმია, როგორც ტვირთბრუნვის, ასევე მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები ვარნას პორტში, რაც შეეხება შუა დერეფნის პოტენციალს და გამოწვევებს. მაგალითად, ბულგარეთსა და შუა დერეფნის მონაწილე სხვა ყველა ქვეყანას შორის სხვაობაა მოთხოვნებში. ბევრი სასაზღვრო საბაჟო მოთხოვნებია. გაციფრულება კი არ არის იმ დონეზე, როგორც საჭიროა. შედეგად, მონაცემების მიმოცვლა არ არის სწრაფი. პრობლემაა დერეფანში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ნაკლებობაც. ფასები ამ მიმართულებით ამჟამად არც ისე კონკურენტულ არიანია. შუა დერეფნის პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ეს შეფასებები ჩვენ ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში მოვისმინეთ, რომელზეც 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია წარმოდგენილი. მადლობა, ეს ნუცა შუბაშვილი.